მამაკაცის უნაყოფობა წარმოადგენს გლობალურ კლინიკურ პრობლემას, რომლის შემთხვევათა დაახლოებით 40% ვერ აიხსნება სტანდარტული ჰორმონული, გენეტიკური ან სტრუქტურული შეფასებით. ლატენტური და გაფანტული ვარიკოცელე ეს არის შეუფასებელი პათოლოგიური რგოლი. კლინიკურ პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად იკვეთება შემთხვევები, როდესაც ულტრასონოგრაფიული კვლევა ვერ ავლენს კლასიკურ ვარიკოცელეს, თუმცა სპერმის მიკროსკოპიული სურათი მიუთითებს ქრონიკულ დაზიანებებზე. ასეთ შემთხვევაში საუბარია ლატენტურ, გაფანტულ ან ფუნქციურად მიძინებულ ვარიკოცელეზე, რომელიც არ იწვევს კვეთრ ანატომიურ ცვლილებებს, მაგრამ განაპირობებს ქრონიკულ ვენურ სტას, ჰიპოქსიას და ლოკალურ ჰიპერთერმიას. ფლებოგრაფიული კვლევები ხშირად ადასტურებს ამ ფარული ვენური პათოლოგიის არსებობას. კლასიკურად ვარიკოცელე განიხილებოდა როგორც პამფინოფორმული წნულის ვენების დილატაცია, თუმცა ბოლო 10 წლებში მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი ვენური პათოლოგია ყოველთვის არ არის ვიზუალურად იდენტიფიცირებული. ლატენტური, გაფანტული ან მიძინებული ვარიკოცელეები შეიძლება არ ფიქსირდებოდეს ულტრასონოგრაფიით, მაგრამ იწვევდეს ქრონიკულ ვენურ სტას, ტესტიკულურ ჰიპოქსიას, ტემპერატურულ დისბალანსს, ენდოთელურ დისფუნქციას. ოქსიდაციური და იმუნოლოგიური სტრესის პირობებში აქტიურდება კასპაზა 3 და კასპაზა 9. რაც იწვევს კარიორექსის, კარიოლიზის, სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციას. ეს პროცესი ხშირად ფიქსირდება როგორც უხილავი პათოლოგია სპერმოგრამის დონეზე, მაგრამ მკვეთრად ამცირებს ფერტილობის პოტენციალს. ნეიროვეგეტატიური დისრეგულაცია და სისტემური მახასიათებლები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვეგეტატიური სიმპტომების განვითარებაში. ეს სიმპტომები ასახავს საერთო დისრეგულაციას, რომელიც პარალელურად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, რაც მამაკაცის უშვილობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.